სოციალური ქსელები, საიდან თქვა რამ განაპირობა მათი პოპულარობა. ეს ტერმინი არც ისე დიდი ხნის არის, უბრალოდ გაჩნდა მას შემდეგ, რაც განვითარდა კომუნიკაცია, ანუ შესაძლებელი გახდა ჯერ რა თქმა უნდა გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორემდე კვლავ გახდა და შემდეგ უკვე თქვა ახალი მედიების განვითარებამ შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ადამიანების ძალიან მარტივად სხვადასხვა ჯგუფებში გაერთიანება. თვითონ ტერმინი სოციალური ქსელი წამოვიდა სოციოლოგიიდან და გულისხმობდა იმას, რომ სხვადასხვა ადამიანები გამოსახული იყო წერტილებით და მათ შორის თქვა კავშირები გამოსახული იყო ხაზებით. და აი ამ გამოსახულება ქმნიდა სოციალურ ქსელს. ანუ ერთგვარ ქსელს, ხო? ანუ ადამიანები როგორც წერტილები და ხაზები, რომლებიც მათ აკავშირებდა. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელის გამოხატვა უფრო ადვილია ვიზუალურად, უფრო გასაგებია რა არის ეს. და თვითონ თქვა ეს შესაძლებელი გახადა სოციალური ქსელების ესეთი განვითარება მათ შორის ვებ 2.0-მაც, თვითონ ეს ვებ 2.0 ეს არის ინტერნეტ სერვისების მუშაობის პრინციპი. თვითონ ამ ტერმინსაც გრძელი ისტორია აქვს და რას გულისხმობს. აი მაგალითად Facebook, ხო? Facebook-ისთვის ერთ არც ისე მშვენიერ დღეს უცებ ყველა მომხმარებელმა გადაწყვეტოს და აღარავინ განათავსოს არაფერი, ხო? ეს Facebook-ი დაკარგავს თავის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ახალი ინფორმაცია აღარ იქნება. ანუ Facebook-ი არის პრაქტიკულად პლატფორმა, რომელსაც ჩვენ მომხმარებელი ვამზადებთ. იგივე ხდება YouTube-ის შემთხვევაში. YouTube-ი იმიტომ არის საინტერესო, რომ მასში ჩვენ მომხმარებლები ვდებთ ახალ ვიდეოებს და ვამზადებთ, ხო? აი ზუსტად ეს ვებ-2 პრინციპი გულისხმობს ამას, ანუ ამ სოციალური ქსელების განვითარება გამოიწვია იმან, რომ შეიქმნა სერვისები, სადაც თვითონ მომხმარებლები ამდიდრებენ მას და რასაც უნდა თქვათ იქ იმას აკეთებენ. ანუ ისე იქცევიან სოციალურ ქსელში, როგორც თქვათ თვითონ წარმოუდგენიათ. არსებობს ესეთი თეორია, პატარა სამყაროს ეფექტი ქვია. ესეთი ადამიანი იყო სტენლი მილგრამი, ამერიკელი, რომელიც სხვადასხვა საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდა და ერთ-ერთი მისი ექსპერიმენტი იყო ასეთი, რომ ამერიკის ერთ პატარა ქალაქში 300 მაცხოვრებელს დაურიგა კონვერტი, რომელზეც იყო პიროვნების სახელი და გვარი და მისამართი. ოღონდ უთხრა, რომ ეს პოსტით არ გააგზავნა, პოსტით გაგზავნა ამით არ შეიძლება, მხოლოდ გადაეცით თქვენ მეგობარს, რომ იმან გადასცეს მერე თავის მეგობარს და დაინახა, რომ ორ უცნობ ადამიანებს შორის, რომელიც ცხოვრობს ორ სხვადასხვა ქალაქში, მანძილი არის ძალიან მოკლე. ანუ ეს წერილი რეალურად ძალიან მალე მივიდა. და შემდეგ დანარჩენმა კვლევებმა ანახა, რომ საშუალოდ მსოფლიოში ორ ადამიანს შორის მანძილი განისაზღვრება 6 ხელის ჩამორთმევით. ანუ თქვა, პირობითად ჩემსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის არის 6 ხელის ჩამორთმევა და ჩემს და ავსტრალიელ აბორიგენს შორის. რა თქმა უნდა, საშუალოდ ეს, ხო? და ზუსტად აი ეს განაპირობებს სოციალური ქსელის აი ეს პოპულარობას. ანუ რას გულისხმობს? მე თუ განმათავსე რაღაც ახალი ამბავი, მე ჩემმა მეგობარმა დაალაიკა, მე მისმა მეგობარმა დაალაიკა, ხო? ეს ინფორმაცია უცებ მოილისხმებს სოციალურ ქსელს. და არ ჭირდება ამას ძალიან დიდი მანძილი, იმიტომ რომ რეალურად უცნობ ადამიანებს შორის მანძილი არის ძალიან მოკლე. და თუ რაღაცა ინფორმაცია არის ღირებული და თქვა საინტერესო, ის უცებ მოილის ყველა ადამიანს, რომელიც არის გაერთიანებული ამ სოციალურ ქსელში. აი ეს არის ზუსტად არის ნახატი, რომ 6 ხელის ჩამორთმევის, რომ არსებობს სხვა ადამიანები, შეიძლება სხვადასხვა ხაზს გავყვეთ, ასე თქვა, და დავინახავთ. და ერთი პატარა კიდე ესეთი მომენტი სოციალური ქსელის ისტორიებიდან, რომ ის რაც ჩვენ გონია რომ არის ძალიან ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების თქვა მონაპოლარი. მინდა მოვიყვანო ესეთი მაგალითი, ალბათ ყველას ხსნილია პომპეის შესახებ, ანუ ქალაქი იტალიაში, რომის იმპერიის ნაწილი, რომის ახლოსაც მოხდა ვულკანის ამოფრქვევა და უცებ ქალაქი დაიფარა ფერფლით. ანუ ფაქტურად იყო ქალაქი, რომელიც უცებ დაკონსერვდა. ყველაფერი რაც იყო და როგორც იყო, თავის ადგილას დაიჭრა და დღეს ბევრი არქეოლოგისთვის ძალიან საინტერესო ადგილია, იმიტომ რომ შეგვიძლია ნახო, როგორ იყო ეს ქალაქი, ხო? ყოველდღიურობა, თქვა, როგორ იყო ამ ქალაქის და აი ამ ქალაქში ერთ-ერთი ამერიკელი ისტორიკოსი მუშაობდა, რებეკა ბენეფიელი, რომელმაც თქვა, რომ წარწერები კედლებზე ეს არ იყო, თქვა, ხულიგნების ან ცალკეული ადამიანის გამოხმები, ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ანუ ეს ხდებოდა
ეს ერთგვარი კომუნიკაციის საშუალება იყო, ადამიანები ერთმანეთს ამცნობდნენ რაღაც ამბებს და ეს არ იყო გასაკითხი საქმიანობა, იმიტომ რომ კვეთრად არის დაწერილი ეს ნაწერები, თქვა კარგად იკითხება და არ ჩანს თქვა ვიღაცის ცდილობა რომ ეს წაეღალა რაღაცა მშვენივრად სასწრაფოდ დაწერა. და თქვა აი კიდე ეს წარწერები, ну წარწერები არის სხვადასხვა სახის, თუ კი ვინმე სარწავს ვენერასი, ნახოს ჩემი შეფარებული. ვიღაცის წარწერაა რა, ვიღაცა მომპარა რაღაცა ხვაბი, პოვნელი მიიღებს ამდენს და თუ მეტყვის კიდე ვინ მოიპარა, კიდე რაღაცა ამდენს ვაშ. სოდნაგველი არ ეწერა. აქტიურად Facebook-ში დღეს, ხო, ჩვენ გვერდს მია გოლ, ანუ კედელი. და ჩვენს დღეს Facebook-ში ვაკეთებთ იგივეს. ანუ ერთმანეთის კედელზე ტოვებთ რაღაცა ჩანაწერებს. რომელიც თითქოს არის რაღაცა ძალიან ახალი და ისა რომ აი დღეს ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის კედელზე წარწერა დავუყუროთ. რაც როგორც აჩვენებს აი პომპეის გათხრები, სავსებით მიღებული იყო ძველ რომშიც, რომ ვიღაცის კედელზე შეიძლება რაღაცა შეტყობინება დაეწერა, ან უბრალოდ რაღაცა თავისი მოსაზრება გამოიხატა.